ესე იგი, მოვედით შემდეგ ავტომობილთან. ეს არის Tank 400. ბრუტალური დიდი ავტომობილია. ეს ავტომობილი, კონკრეტულად ეს ავტომობილი არსებობს ორ ვერსიაში, ეს არის 2 ლიტრიანი ძრავით და 2 ლიტრიანი ძრავით ჰიბრიდული ვერსია. ისევ და ისევ plug-in hybrid, რომელიც იტენება ამ ელემენტით, რომელიც აქვს, ეს არის მიახლოებით 36 კილოვატ-საათიანი ელემენტი და გაივლის 105 საშუალოდ კილომეტრს, 105 კილომეტრს. სრულიად თავისი 80 litrით, სხვათა შორის ჩვენებურად რეგულარი 92 ოქტანობის ბენზინი, ანუ რეგულარი უნდა ჩავასხათ ამ ავტომობილში 80 litri პლუს ელემენტი გაივლის თითქმის 800 კილომეტრს, 700-დან 800 კილომეტრამდე. წავიდეთ ვნახოთ რა ხდება ამ ავტომობილში. განვაგრძოთ Tank 400. ის მიმოხილვა, ესე იგი, ეს არის ძალიან მაღალი ავტომობილია. ამის კლირენსი არის 235 მმ. მეგობრებო, წარმოიდგინეთ 23.5 სანტიმეტრიანი სიმაღლე აქვს მიწიდან ზევით. ამასობაში 252 ცხენის ძალა აქვს. მოდით ვნახოთ რა ხდება შიგნით. ჩავჯდები, გაჩვენებთ. ძალიან მოსახერხებელი რამეა ეს სახელური. ისევ და ისევ ტანკია, მაგრამ მაღალი ხარისხის ტანკია, სასიამოვნო მასალები აქვს, ყველაფერი რბილია. ისევ და ისევ ბრუტალურია, აქვს 2 უსადენო დასატენი. მოკლედ, ძალიან გემრიელი დასაჯდომია, ძალიან მაღლავზი ვარ. Tank 300-თან შედარებით ამაში უფრო ტანკურად უგრძნობ თავს. უფრო მეტად ტანკი ეს არის ვიდრე ის. ესე იგი, რა გვაქვს ამ ავტომობილში? ამ ინტერიერში ეს არის 2 ტელეფონის დასატენი, უსადენო დასატენი პლატფორმა. სულ ნაჩვენებშია, ქვევიდან აგრილებს ტელეფონი არასდროს არ გაცხელდება. ეს ერთი. როგორც ყოველთვის Tank-ის საფირმო ფუტურისტული ჯოისტიკი, რომელიც ალბათ აი ესე უნდა გეჭიროთ, აი ესე დააჭიროთ ამ ღილაკებს, ესე ატაროთ. ყველაფერი, უმეტესობა რაც შეიძლება დაგჭირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი, სხვათა შორის უყურეთ, ხელი დავდები, გაიღო. აი, ნიუანსი. რაღაცის გაკეთება მინდა, გამეღო. კარგით, ეს არა უშავს. აი ესე არ უნდა დაჭირდეთ და ესე არ მოხდება, კარგით, ესე იგი. უმეტესი რაც შეიძლება დაგჭირდეთ ყოველდღიურად, დუბლირდება ღილაკებით. ეს არის ფიზიკური ღილაკები, საკმაოდ დიდი დეფლექტორები, დიდი ეკრანი, გემრიელი რული, ღილაკებით, ავარიული ჩაირთო, 2 ჭიქის ჩასადები, სავარძლების გათბობა, გაგრილება და ამბობენ, რომ აქ არის ჩემს სავარდელზე არის კიდევ მასაჟი. ნახეთ, პატარ-პატარა რაღაცეები ამ ავტომობილში არის გათვლილი. აი მაგალითად, ეს არის ბრუტალური ავტომობილი, სახელურებით ყველაფერი და აი შეხედეთ ამას. ეს არის პატარა კაუჭი, რომელზეც შეგიძლიათ დაკიდოთ 5 კილოგრამამდე, მაგალითად პარკი, რომ არ დადიოდეს იქით-აქეთ სალონში. ვზივარ მშვენივრად. სათვალეების ჩასადები, რა თქმა უნდა, უიმე რამხელაა. გემრიელი მასალისგანაა გაკეთებული. მოძრაობის მოდები, სხვადასხვანაირი რეჟიმები, ელექტრონული მუხრუჭი, USB Type-C პორტები დასატენად, 12 ვოლტიანი შესაერთებელი, დენის წყარო. აი ამ სიღრმეა, მიახლოებით. ნორმალური ზომაა. A4-ის ფურცელი თავისუფლად ჩავა დაკეცვის გარეშე. Tank 400 ჭრიჭინ ტესტი. აი ცოტას პირველ დაჭერაზე წაიჭრიჭინა. რა თქმა უნდა, ცოტას ჭრიჭინებს, ოდნავ, მაინც. კი, ცოტას ჭრიჭინებს. სხვათა შორის, აი ეს ამას პატარა ლიფტი აქვს, კარგია. აბა ვნახოთ.
მგონი ჩვენს ჭრიჭინ ტესტს არა გაიარა ჭრიჭინ ტესტი ამანაც გაითვალისწინეთ გავიხსენოთ მე ვარ 191 სანტიმეტრი და ამ ავტომობილიდან ჩამოსვლის დროს ალბათ თუ დაგავიწყდათ საფეხურზე ფეხის დადება შანსი არ არის დასურველი ხართ ან უნდა დადოთ ესე და გადმოხვიდეთ ან აი ესე ვერ გადმოხვალთ შანსები არ არის სახელური დააბიჯეთ გადმოხვედით დაუჯდეთ საკუთარი თავის უკან სახელური საფეხური დაუჯექით აი ეს უკვე სხვა ამბავია უკანა სავარძლები შეიძლება გაიწიოს მოძრაობს ой თავამდე მაქვს 4 თითი სახურამდე თავიდან სახურავამდე მაქვს შუქი პრინციპში ძალიან კომფორტულად ვზივარ ყველაფერი მყოფნის ეხლა ვნახოთ რა ხდება იქით რა გვაქვს სალონში პრინციპში ალბათ ყველაფერი რაც გვჭირდება გვაქვს ეს არის armrest-ი 2 ჭიქის ჩასადებით აქ გვაქვს დეფლექტორები აქ გვაქვს კლიმატი ერთზონიანი ორივეზე 2 USB დამტენი ჩასადები არაფერი არ გვაქვს ეს არის სიჩქარე დაბერვის ეს არის ტემპერატურა ავტო და სად უბერავდეს მეტი ამაში არაფერი არ არის და მოგვიანებით 1 საათში მოვა იმედია შევძლებთ გადაღებას ახალი ამ წლის გამოშვებული ტანკ 700 ესენი კი არის Waze MPV ჩვენებურად მინივენი და Waze SUV ჩვენებურად ჯიპი როგორც ეძახიან ეს არის ტანკ 500 სანამ არ გამოვიდოდა ტანკ 700 ეს იყო ყველაზე ლუქს ვერსია როგორც ხედავთ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომობილი ტანკების სერიაში და რა თქმა უნდა, ბევრი ქრომი, მაღალი, ლუქსი, სრულიად LED განათება და ამ ეს ავტომობილი რა თქმა უნდა არის ჰიბრიდულიც. ანუ ამას მოყვება ჩვეულებრივი 3 ლიტრიანი V6 ძრავი, რომელიც არის 360 ზალიანი და ასევე აქვს ჰიბრიდული ვერსია, რომელიც არის 37 კილოვატი-საათიანი ელემენტით, რომელზეც გაივლის მიახლოებით 100 კილომეტრს და სრული სიმძლავრე ჰიბრიდულის იქნება 407 ცხენის ძალა. 70 ლიტრიანი აუზი აქვს, დიდი მანქანაა. ეხლა ვნახოთ რა ხდება შიგნით. დავუჯდეთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. მარცხენა ხელი. ბევრი სტილს მარჯვენა ხელით აძრომას ყოველთვის ავტომობილებში. მარცხენით ბევრად უფრო მარტივია. ესე იგი რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სულ სხვა ავტომობილია. აბსოლუტურად განსხვავებულია იმით, რომ ეს არის უკვე მაღალი ხარისხის, ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ძალიან სასიამოვნო მასალაა ინტერიერის, დიზაინიც აბსოლუტურად სხვანაირი აქვს, უკვე ლუქსზე არის გათვალისწინებული, ელემენტარულად საჭის მოძრაობაც ხდება ჯოისტიკით და არა ხელის ჯაჯგურით. ყველაფერი აქვს რაც მინდა. ძალიან კომფორტულად, ეგრევე კომფორტულად ჩავჯექი. წინ ხედავ რომ აქვს head-up display. ეხლა ვნახოთ რა იქნება ჩემს უკან. ეს არის პლასმასი, რომელიც არის პლასმასი და უკან არის ცა, თითქოს პატარა galaktika-ა შიგნით. იცვლება ფერები და ანათებს. კამერაზე ცუდად ჩანს, მაგრამ გამოიყურება ძალიან უცხოთ და ლამაზად.
დავჯდეთ ჩემს უკან. როგორც ყოველთვის ვახსენოთ, რომ კონდეთ წარმოდგენა 191 სანტიმეტრია ჩემი სიმაღლე. უი სხვათა შორის ნახეთ, შტორკაც ქონია. ფარდა უკაცრავად. ჯდებით. აი ეს უკვე სხვა ამბავია. ერთადერთი ის არის, რომ თავამდე ამდენი დამჭა სახურავამდე, მაგრამ ესეც არავინ არ ზის. ყველაზე ნორმალურად ესე, აქ არის ჩასადები. მოკლედ, ჩემს უკან ვზივარ მშვენივრად, მაქვს ამდენი ადგილი წინა სავარძლამდე. რა თქმა უნდა, მოძრაობს მგონია, უაიმე, მოძრაობს ზურგი. წინ უკან მექანიკურად, მაგრამ მოძრაობს. გადავჯდეთ იქით და ვნახოთ რა გვაქვს მეორე რიგში. რაღაცნაირად ძალიან რბილი სავარძლებია, თითქოს ღრუბელიაო და ესე ჩადიხართ ამ ღრუბელში რო ჯდებით. ესე იგი, რა გვაქვს აქ? კარგი დიდი ზომის armrest-ი. ამ armrest-ში გვაქვს ბოთლების ჩასადები, ან ჭიქების, ბოთლებს აქ ვერ ჩავდეთ, ავარაუდოთ ჭიქების, პატარა ჭიქების. აქ გვაქვს ეს არის პლანშეტი, რომელზეც არის უამრავი ფუნქციები. შეგვიძლია ცოტა ნელა მუშაობს, არა, ამუშავდა. არა, ცოტა ნელა მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფუნქციებს ვსვლით განათებას, ფერს, ambient lights. მოკლედ, ამას მივხედოთ მოგვიანებით. საკმაოდ დიდია. აქ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ. არა, აქ ორზონიანი კლიმატი გვაქვს. გაგრილება, გათბობა, კონდიციონერი, დეფლექტორები, USB Type-C, ჩვეულებრივი USB და 12 ვოლტიანი დენის წყარო. ამ ავტომობილს მოყვება მასაჟი ძღოლისთვის, მაგრამ დამატებით გადასახადით შეგიძლიათ შეიძინოთ აქ და აქ. ისე ჩვეულებრივად არის გაგრილება, გათბობა და კლიმატი, რა თქმა უნდა. დოთ რა ხდება ტენკ 500-ის ძრავის ადგილას. ესე იგი, ეს არის 2 ლიტრიანი ძრავი, ჰიბრიდული ვერსია. აქვე გვიყენია აკუმულატორი Great Wall Motors-ის, რა თქმა უნდა, ძრავი აყენია. საკმაოდ დიდად გამოიყურება, მაგრამ ძალიან დიდი სივრცეა სინამდვილეში თავისუფალი. აქვს, რაც სასიამოვნოა, ამორტიზატორები. კარგად უჭირავს, აქვს ხმის და უირა ხარისხიანია, ხმის და სითბო იზოლაცია. პრინციპში, რა გითხრათ მეტი? ეს არის და ეს. რაც ეხება ტენკ 500-ის საბარგულს. გავაღოთ, უზარმაზარი დიდი კარებია. ნახეთ რამხელა ჩასადები აქვს. ხელის, კი არა და სხვადასხვა რაღაცეების. ნახოთ რა ხდება შიგნით. 220 ვოლტიანი დენის წყარო. 220 ვოლტიანი დენის წყარო. მეტი ამ საბარგულში. არაფერი არ არის, იცით რატო? იმიტომ რომ აქ არის ელემენტი, ეს არის ჰიბრიდული ვერსია. გინდათ ჰიბრიდი? გინდათ 407 ცხენის ძალა? მაშინ საბარგულში გაქვთ 220 და რანჩენი თქვენ თვითონ გააკეთეთ. აი, ტანკ 500. ნახოთ ინტუიტიურად, მივხვდები თუ არა, თუ როგორ დავკეცო უკანა სავარძლები. დაფიქსირდა. არ ივლის ზევითქვევით. ეს არის სინამდვილეში სულ მეტი არაფერს აღარ შვება. შევძურეთ შიგნით, გავხსნათ მეორე. დაფიქსირდა. ანუ ეს არ იყანყალებს. გამოდის ესეთი სივრცე. ნუ ისევ და ისევ გავითვალისწინოთ, ეს ჰიბრიდულია, აქ აკუმულატორი უყენია. აბა დავკეცოთ უკან. ერთი. აი ესე.
ეს არის ძალიან მძიმე კარები. აი ესე რო არ დააჯახუნოს და არ დაანგრიოთ მთელი მანქანა, ამისთვის უბრალოდ მოხურავთ და იხურა. აი ესე იგი იმის მტკიცებულება კიდევ რო ეს არის ჰიბრიდული ვერსია. აქ აყენია 37 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც დაიტანება სამწუხაროდ 6-7 საათში. აი ესე იტანება, აგერაა შესაძლებელი, ორი სხვადასხვანაირი დამტენის გასაღები არ გვაქვს თან და იმიტომ არ გვაძლევს უკან დაცვის ფუნქცია აქვს, მაგრამ ორი სხვადასხვა პორტი უყენია დამტენის. გვეუბნებიან, რომ 6-7 საათში დაიტანება მთლიანად. აი ეს. ტენკ 500. როგორც ყოველთვის ჭრიჭინ ტესტი. აბა დავიწყოთ. ანუ ხელის მოსაკიდებელიც არ აქვს ისეთი რაღაცნაირი, რომ ჩავავლო და დავაჭიროთ 1 2 რა თქმა უნდა ცოტას ჭრიჭინებს იმიტომ რომ ბევრი პლასმასია სავანში მაგრამ აი ცოტას ჭრიჭინებს ესენი არ ხმაურობს, კარგია. აბა დახურულ მდგომარეობაში? დახურულ მდგომარეობაში წყობა აქვს. კარგით, იმედია არ ეხმაურებს გზაზე. ნახოთ აქ. პრინციპში ახალი მანქანაა, მაგრამ პრინციპში ჭრიჭინ ტესტი გაიარა.